გამარჯობა საქართველო. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩვენი ერთ-ერთი გუნდის წევრი და ნელა გაგაცნობ დანარჩენებსაც, რომლის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ ლუქსიუმი გვაქვს ესეთი წარმატებული, ესეთ მოკლე პერიოდში. ის მედგა ყოველთვის გვერდით, ყველაზე რთულ სიტუაციებში და დღეს თქვენს წინ რომ ესეთი დამაჯერებლობით საუბრობ, ეს არის მისი დიდი დამსახურება. ასევე მას ჩაბარებული აქვს ლუქსიუმის მართვის სრული პროცესინგი, რომელიც მოიცავს ყველა ბიზნეს პროცესს, კონტროლი კომპანიაში არსებული ყველა თანამშრომლის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს მომსახურების ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვჭირდება, პრემიალური სტანდარტი, ფლობს 5 სხვადასხვა ენას, რომელიც ჩვენ გამოგვადგება საერთაშორისო შეხვედრებისთვის. თქვენ იცით, რომ შვეიცარიაში ჩვენ გერმანულ ნაწილში გვაქვს რეგისტრირებული კომპანია და იქ გერმანულენოვანი ადამიანი აუცილებლად გვჭირდებოდა. ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ სოფლის სხვა ქვეყნებში გვექნება წარმომადგენლობა და ეს დამატებითი ბენეფიტია. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ადამიანში არის ის, რომ ჩვენ მას ვენდობით 100%-ით. ის არ გვიღალატებს და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი მხარე მისი არის პასუხისგებლობა. ის თუ რამეს აიღებს, ის აკეთებს ამ საქმეს სრული პასუხისგებლობით. მინდა გაგზავნოთ ჩემ ერთ-ერთი ცხოვრებისეული პრობლემა, რომელსაც გადავაწყდი დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც მე მივხვდი, რომ ფული არ არის ჩემი мотиваცია. ანუ ფული არ არის თურმე მთავარი ცხოვრებაში. როდესაც ამას ხვდება ადამიანი, მას ეწყება ფსიქოლოგიური პრობლემებიც. იმიტომ რომ ჩვენ გვასწავლიან ბავშვობიდან, რომ წარმატება არის აუცილებელი და ეს წარმატება ყოველთვის არის დაკავშირებული ფინანსურ წარმატებასთან. მაგრამ მოდით მივჭრელოთ რეალურად. რაში გვჭირდება ფული? იმისთვის რომ გქონდეს კარგი სახლი, მანქანები, სწავლა გქონდეს ხარისხიანი ჩვენი შვილებისთვის, კვება იყოს ხარისხიანი, ვიმოგზაუროთ და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს თავის ლიმიტი აქვს. რამდენი მილიონი სრულებით საკმარისია ამისთვის. მე შეგახსენებთ ჰარვარდის ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან კვლევას, რომელიც 75 წლის განმავლობაში ტარდებოდა და იქ დადგინდა, რომ ფული არაა მთავარი. ფულის კონკრეტული ოდენობა, რის შემდეგაც აღარ იზრდება ბედნიერება, ეს არის $7,500 თვეში. ამ ფაქტობრივად დაახლოებით $100,000 წელიწადში სრულებით საკმარისია, რომ ყველაფერი ქონდეს ადამიანს იმისთვის, რომ ხარისხიანად იცხოვროს. ასე რომ გადავდივართ თავარ კითხვაზე, მაშინ ამას რომ მიხვდები, რა мотиваცია გაქვს ცხოვრების? ჩვენ ერთხელავთ მოვლენილი ამ სამყაროში და мотиваცია თუ არ გაქვს, მაშინ მიმართავ სხვა გზებს და დაიმშვიდობები ამ ცხოვრებას, ხო? ამ мотиваციის შესაქმნელად მე შევქმენი ლუქსიუმის პროექტი, რომელიც მე ყოველ დღე მაძლევს ძალას, რომ ვიარო დიდი ტემპებით წინ, რომელიც ემსახურება ძალიან დიდ მიზანს, რომ დაეხმაროს მილიონობით ადამიანს გრძელვადაში. ასე რომ ეს არის, მე მინდა რომ გამეზიარებინოთ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომ თქვენც შეძლოთ რაღაცების ანალიზი და როდესაც ჩვენ ვიქნებით ფინანსურად დამოუკიდებლები, ჩვენ ეს ავტომატურად გადასხვაფერდება ჩვენი აზროვნებაც, მაგრამ მაგას მიღწევა უნდა და ამისთვის იბრძვის ლუქსიუმი, რომ ამას მივახციოთ. ახლა კი გაიცანით ჩემი და ალექსანდრა გაგნიძე, მიესალმე ორი სიტყვით ხალხს და გითხარი რა არის ჩემი მთავარი მიზანი ლუქსიუმში. გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ალექსანდრა გაგნიძე, გიორგის და, როგორც უკვე ახსენა, ჩემს ყველაზე მნიშვნელოვანია ლუქსიუმში ხარისხის კონტროლი, ასევე დედლაინების დაცვა და სხვა კომპანიები იქნება ეს თუ სახელმწიფო უწყობები დაორგანიზება შეხვედრების. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ლუქსიუმი რაც შეიძლება სწრაფად გაეშვას.